დღეს გადაცემის სტუმარი გახლავთ ვაჟა პერიძე, ანალიტიკოსი ბატონო ვაჟა, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მონახეთ დრო და მოხვედით და არ ვიცი ხა ეს ირონიულად უნდა ვთქვა თუ არა ირონიულად, მაგრამ აი ფაქტია რომ აი გუშინ განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რომ ჩვენ ყველაზე ბევრი ბირთვული იარაღი გვაქვსო და შესაბამისად მეორე ადგილზე რუსეთიაო, მესამეზე ჩინეთიაო და ჩვენც აუცილებლად უნდა გამოვცადოთ ბირთვული იარაღიო, რასაც გაეპასუხა რუსული მხარე და უთხრა რომ თუ ბურევესნიკს გულისხმობთ და ამ პოსეიდონს ეს ბირთვული იარაღი არ არისო, ანუ ამის გამოცდა ბირთვული იარაღის არ ჩაგვიტარებია ჩვენო და საბოლოო ჯამში რაღაც ცოტა აი ბავშვობაში ვთამაშობდით ხოლმე რაღაცა ჩემი მამა ისეთია შენი მამა უფრო ძლიერია რაღაც იქცამდე აწוდება ჩამოწდება რაღაც სისულელებს რომ ამბობდით და ხო ტესტის შტაბეშტილება რჩება უბრალოდ მაშინ ჩვენ ძა ბავშვები ვიყავით არ ქონდა იმის საშუალება ის რეალურად გაგვიკეთებინა და არა და მათ ეს ბირთვული იარაღი აქვთ რას ეთამაშება ეს ბაქი-ბუქი რომელს აქვს უფრო მეტი ბირთვული იარაღი რას გამოცდის ვის ესვრის და რამდენს გაანადგურებს მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მსმენელს, მაყურებელს და მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან სახიფათო თამაში, ბირთვულ ეპოქაში, ასეთი შეიძლება ითქვას წინ დაუხედავი პოლიტიკა არ მოიტანს სასიკეთო შედეგებს. საქმე ის გახლავთ, რომ როცა ატომური იარაღი შეიქმნა და შემდეგ ამას მოყვა თეორიულად წყალბადის ბომბის შექმნის შესაძლებლობა და მერე რეალური გახდა ეს ყველაფერი, მაშინ რატომღაც იყო საზოგადოებრივ ცნობიერებაში, მთელ მსოფლიოში, რომ აი დადგა დრო, როცა ომი გახდება შეუძლებელი, რადგან ორივე მხარეს მეომარ მხარეს თუ ისინი იქნებიან ძლიერი და დიდი სახელმწიფოები ექნება ერთმანეთის განადგურების და საბოლოო ჯამში დედამიწის განადგურების შესაძლებლობაც კი და ეს თითქოს მიიჩნეოდა ომის არ დაშვების წინაპირობად, მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს ასე არ არის, რომ ადამიანები ჯერ კიდევ ვერ გამოსულან კანიბალიზმის ხანიდან, როდესაც ისინი თქვათ საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად თავისივე მსგავს უღებდნენ ბოლოს და მიირთმევდნენ რათა არსებობა გაეგრძელებინა და ეს კანიბალიზმი მართალია თეორიულად მე-19 საუკუნეებისთვის თითქოს აღიკვეთა მსოფლიოში და აღარ არსებობს, მაგრამ რეალურად კანიბალიზმი მხოლოდ იცვალა სახე. თუ ადრე ადამიანი ადამიანს ატყვევებდა, თქვა ერთი ტომი მეორეს და რიტუალურად მიირთმევდა მას, ეხლა უკვე ერთი ტომი მეორეს რო უპირისპირდება, უკვე არა თავად ადამიანებს მიირთმევენ, არამედ ბრძოლა მიდის ერთმანეთის რესურსებისთვის, ერთმანეთის ნების დომინირებისთვის მთელ მსოფლიოში. ასე და ამგვარად ეს etapი კანიბალიზმის გაცილებით სახიფათოა და დამაზიანებელი, რადგან კი ორივე მხარეს, თქვათ აქ საუბარია რუსეთსა და შეერთებულ შტატებზე, აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი ბირთვული შეიარაღების თვალსაზრისით და მათ შეუძლიათ ერთმანეთს განადგურება. არავინ იცის, თქვათ პრევენტიული ან პირველი ბირთვული დარტყმის ავტორი მხარე შეძლებს თუ არა განეიტრალებას მოწინააღმდეგისგან საფრთხეების, რადგან ორივე მხარე მზად არის, ორივე მხარე აპირებს თუ იქნა პირველი დარტყმა ატომური იარაღით უპასუხოს მას და ეს კი გამოიწვევს არა თქვა ერთი მხარის გამარჯვებას, არამედ ორივე მხარის დამარცხებას და ეს ეხლა ამდენად არარეალურ ოცნებებს არიან შეჭიდებული თუ ცდილობენ რომ
ჩვენ მოგვატყუონ ახლა არ მინდა ჟარგონის გამოყენა დაგვაბოლონ რომ აი მართლა არიან ამაზე წამსვლები ეს მე არ ვიცი იმიტომ რომ ერთის მხრივ რუსეთმა დღემდე თავისი არსებობის საფუძვლად იმპერიული იდეა მოიმარჯვა და ისევ მოიმარჯვა ვთქვათ ამ იდეის მარქსისტულ ლენინურ იდეა ტრანსფორმაციის შემდეგ როდესაც ისევ მიესწრაფოდა დომინირებას საერთაშორისო არენაზე ეს ახლა ისევ იმპერიული იდეით არის შეიარაღებული სხვა გამოსავალი წინსulis და აი ნათელი მომავლის რუსი ხალხი ნათელი მომავლის მიღწევის რუსეთმა ვერ მოძებნა დასავლეთიც აი თითქოს შეეგუა იმ თვალსაზრისით და იმ პოზიციას რომ შტატების დომინირება ეჭქვეშ დგება მაგრამ არა თუ თქვათ იქ ხედვები იცვლება ლიბერალურ დემოკრატიას რომელიც ბოლო საუკუნის განმავლობაში იყო ეფექტური იარაღი სხვა ქვეყნებზე გავლენის მოსაპოვებლად ადამიანების მისამხრობად ისეთი იდეალებით როგორიც არის მაღალი დონის სოციალური დაცულობა ეკონომიკის აღმავალი ზრდა ადამიანის უფლებების დაცვა რაც იყო ძალიან მომხიბლავი და ძალიან მიმზიდველი იდეა რომ ადამიანები მთელ სოფლიოში და მთელი რეგიონები მიჰყოლოდნენ ლიდერ ქვეყანას შეერთებულ შტატებს. ახლოდან რაღაც სხვა რამ აღმოჩნდა თუ ეხლა აღმოჩნდა რომ ეს ყველაფერი რამდენადმე მოჩვენებითი იყო და ლიბერალური დემოკრატია დასავლეთში შევიდა ჩიხში, საიდანაც თავის დაღწევის საშუალე ჯერ არ ჩანს. ამას მოყვა ნაციონალიზმის აღზევება შეერთებულ შტატებში და ტრამპი ახლა ცდილობს სხვა მიმართულებით წაიყვანოს ქვეყანა, ეს დიდი ქვეყანა, ეს უდაოდ ლიდერი ქვეყანა, მაგრამ როგორც გამოჩნდა ტრამპისთვის შეერთებული შტატების დომინირება ეჭქვეშ არასდროს დადგება და MAGA, Make America Great Again გავაკეთოთ და მივაღწევთ შეერთებული შტატების ასე ვთქვათ სიდიადეს დაუბრუნდეს მას ეს სიდიადე ეს ნიშნავს სხვა მეთოდებით და საშუალებებით დომინირებას მთელ სოფლიოში. აი მაგალითად ტრამპი ცდილობს დაამთავროს ომები. ტრამპი რო ცდილობს დაამთავროს და დაიწყოს ვენესუელაში. ომები და თუ დაჭირდა მას შესამშვენივრად ნათელი და სწორი მიზნების მისაღწევად ის დაბომბავს მაგალითად ირანს და ირანის გარკვეულ ობიექტებს. იმიტომ რომ იქ ატომური რაღაც დანადგარები შეიძლება განთავსდეს და კვლევები იწარმოოს. ერთი შეხედვით ეგ რა თქმა უნდა სწორია და ამას ნებისმიერი ადამიანი მიესალმება, იმიტომ რომ ატომური იარაღის გავრცელება სოფლიოში და ახალი ატომური სახელმწიფოების წარმოშობა კაცობრიობის არსებობისთვის არის უაღრესად სახიფათო, მაგრამ მეორეს მხრივ ასე ვთქვათ არ შეიძლება, მაგრამ არაატომურ სახელმწიფოებს სათანადო დაცულობის ხარისხი სჭირდებათ, რადგან ისინი ძირითადად არიან მესამე სამყაროს ქვეყნები ეხლა იწყებენ აღორძინებას ეკონომიკის აღმავლობის მისაღწევად იღწვიან ადამიანის უფლებები ზრუნან უკეთეს ცხოვრება უნდა და იმათ როგორც ხედავთ ჩვენ არანაირი გარანტიები არ აქვს შეერთებული შტატების მხრიდან არც რუსეთის მხრიდან არ აქვს ამ სახელმწიფოებს არანაირი გარანტიები ჩვენ აი თითქოს მძლავრი თავისუფალი მედია გვყავს საბჭოთა კავშირი აღარ არის ბევრი მიმართულების მედია თუ ჩამოყვები იქ შესაბამის არხებს მაგრამ რეალურად ჩვენ მედია აღარ გვაქვს იმიტომ რომ ამას მედია აღარ განიხილავს იმიტომ რომ ჩვენ არ დაუსვით დაუშვათ კიდე ხო რუსებს ხო არ ველაპარაკებით და ეს ხო კიდე რაღაც სხვა ამბავია თითქოს რუსების იგნორირება
ჩვენ რაიმენაირად დაგვიბრუნებს აფხაზეთს და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთს. ჩვენ რახან მათ არ ველაპარაკებით, თითქოს ისინი არ არსებობენ ცხონებულმა ძალიან ნიჭიერმა კაცმა, როგორც თქვა ბენდუქიძემ, წარმოიდგინეთ რომ კავკასიონის გადაღმა არის ზღვა და ოკეანე. არ არის ზღვა და ოკეანე, ეს ატომური. მასე მე ჩემი თავი შეიძლება ჰანიბალად წარმოვიდგინო. ეს კიდე ხო, ეს ავლის პაციენტობის მიმართულებითი გადადგმული გზაა და შესაბამისად ჩვენ რუსეთშიც არ ვიცით რა ხდება. ადამიანი ამბობს რომ მე მინდა მრავალპოლუსიანი მსოფლიო და ყველა წინაპირობა არსებობს ამისთვის, იმიტომ რომ მარტო შეერთებული შტატების დომინირება უკვე აღარ ჩინეთს უნდა, აღარც ინდოეთს უნდა, იქ სამხრეთ აფრიკა გამოდის არენაზე თავისი მდიდარი რესურსებით და ადამიანური რესურსით, რომელიც არანაკლებ არსებითია დღევანდელ დროში და აი ახლა აქედან რო გადავიდეთ კიდე თქვათ ბრაზილია არის იქეთ ძალიან პერსპექტიული და რას ნიშნავს მრავალპოლუსიანი მსოფლიო. ამას სხვათა შორის არ ჩვენ თეორეტიკოსები და ანალიტიკოსები ვაქცევთ სათანადო ყურადღებას, რატომ არის მიუღებელი მრავალპოლუსიანი მსოფლიო შეერთებული შტატების და რატომ უნდა იყოს მაინც და მაინც შტატები დომინანტი სახელმწიფო. როცა ერთი დომინანტია, შემდეგ შენ არაფერს არ აკეთებ, რასაც ის ამბობს, იმას იმეორებ და როცა მრავალპოლუსიანია, მაშინ შენ უნდა ილავირო, რა შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყოს. არც ის არის საქმე იმაშია ჩემი აზრით ყოველთვის რომ არც დომინირება ვარგა ერთი დიდი და თუნდაც კარგი ქვეყნის მსოფლიოში და არც ბევრი პოლუსის დაშვება არის გამოსავალი. რატო? იმიტომ რომ პოლუსი ნიშნავს იმას, რომ იქ არსებობს ცენტრი, მაგალითად რუსეთი, მაგალითად ჩინეთი, ან კიდევ ბევრი სხვა ქვეყანა და ის თავის გარშემო სივრცეს მისწრაფის რომ აკონტროლოს და მიიღოს ის სიკეთეები, რაც დიდის მიერ მცირეს დაქვემდებარებას და ნების კარნახს მოყვება. შესაბამისად, ადრე თუ გვიან ამ პოლუსებს შორის შეჯიბრიკი არ გაიმართება, ვინ შექმნის უკეთეს ეკონომიკას, ადამიანების სრულყოფილ უფლებებს, ეროვნული ინტერესების უკეთსახურების არეალს, ეს კი არ მიიმართება. იქ მე ესენი დაიწყებენ ამ არეალისთვის ბრძოლას იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო სამართალი ფაქტობრივად აღარ ფუნქციონირებს, ანუ ყველა მიზნის გადასაწყვეტად ყველა იწყებს ომს. ასე იყო ადრეც, მაგრამ ეხლა კიდევ უფრო აქტიურად ხდება, თქვათ, შენ და მე ვერ ვთანხმდებით, მოდი ვიომოთ. სხვების ხელით. მე მოვა მშვიდობის მყოფელი არჩევნური მტრედი დონალდი და შეწყვეტს ომებს და გახდება ნობელის პრემიის ლაურეატი. და ამასობაში გააფორმებს ხელშეკრულებებს, რომელიც მას მოუტანს შემოსავალს. ეგ თავისთავად, იმიტომ რომ ეს კაცი სხვათა შორის მე მეიმედება მაინც ასეთ ტიპის ადამიანი ჯობს ეხლა დასავლეთის ლიდერად. რომელსაც უნდა ვთქვათ შემოსავალი და არა ის რომ ვიღაც გაანადგუროს. აი რუსეთი ამბობს თუ არ იქნება რუსეთი, ნუ იქნება დედამიწა. კი, ამას ბრძანებს პუტინმა ის პატიცემული პუტინი და ხედავთ როგორ არის საქმე, რომ მაინც ჩვენ როგორმე უნდა ვეცადოთ კეთილი ნების ადამიანებმა, რომ ეს გლობალური კატასტროფა თავიდან ავიცილოთ. ეს არ იქნება რაღაცა მცირე. ჩვენ რა შეგვიძლია თუნდაც აი ამ კეთილი ნების ადამიანებს გავაკეთოთ გლობალური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. გვაქვს რამე ბერკეტი? ბერკეტი აქ ჩვენ თვლიან ჩვენ რამედ? პირველობისთვის მებრძოლნიან? რა თქმა უნდა არ თვლიან, იმიტომ რომ ადამიანი რომელსაც კეთილდღეობა აქვს და დიდი ფული აქვს, ეხლა შენ როგორ უნდა ჩაგთვალოს რაიმე არსებით მოვლენად, ეხლა ერთ ასეთ მულტიმილიონერთან მქონდა საუბრის პატივი გარკვეული წლების წინ და მან გულახდილად მითხრა მე რომ შენ თუ ჩემზე ჭკვიანი ხარო, აი რაღაც წიგნებს კითხულობ რაღაც ჩემზე მდიდარი რატო არა ხარო და ნუ ახლა ეს თავისთავად ნიშნავს დამოკიდებულებას ხო მაგრამ მეორე თუმცა მაკედონელმა თქვა რომ მარჯვენა ხელი ჩემი მაღლა იყოსო რომ ყველამ ნახოსო რომ მე ალექსანდრე მაკედონელი ცარიელი ხელით მივდივარ იმ ქვეყნადო
ის მულტიმილიონერიც თქვა და ის მულტიმილიონერიც ეს ყველა ჯვარი წერი 2 მეტრი მიწაც კი არ შერჩება არავის იმიტომ რომ ჩვენ მიწად ვიქცევით სამაგიეროდ ხო გუგუნებს ღვინავს და საოცარ ამბებს აღწევს სიცოცხლეში და როგორც ზევიდან დაყურებს ყველას და ყველაფერს ასეთი მულტიმილიონერები იშვიათად აკეთებენ კეთილ და კარგ საქმეს თუმცა მე მაინც გარკვეულ თვალსაზრისით შიგადაში ჰეგელიანელი ვარ და რომ არსებობდა ის რომ არსებული ყოველივე გონიერია ანუ არსებულს ყოველივეს აქვს გამართლება მათ შორის დიდი სახელმწიფოების ნებას დაქვემდებარებული მცირე ერები ხალხები და ერთი პიროვნული ადამიანი და აღმოჩნდა რომ ადამიანის უფლებები არ არის საკმარისი იმისთვის რომ ადამიანი იყოს თავისუფალი ბრძანეთ რომ ჩვენ რა იარაღი გვაქვს ჩვენ გვაქვს ის იარაღი რომ ერთი ხმა გვაქვს თუ ამ ხმას ვინმე ყურადღებას მიაქცევს და ამ ხმით უნდა ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისთვის სხვა შემთხვევაში შეიძლება გადაბუგონ ეს სამყარო და მე არ მინდა რომ ჩვენით დამთავრდეს ასე ვთქვათ სიცოცხლე დედამიწაზე და კაცობრიობა აქედან გამომდინარე ჩვენ რა თქმა უნდა ვისაც შეგვიძლია უნდა ვიომოთ და არაგონივრულ პოზიციებს უნდა შემოუძახოთ მე მეიმედებოდა სხვათა შორის ტრამპი რატომ? იმიტომ რომ უბრალოდ ადამიანურად მეიმედებოდა არა მარტო როგორც სპეციალისტ, არამედ როგორც პიროვნულად ადამიანურად, იმიტომ რომ ეს კაცი არის გულსრული. მთელი ცხოვრება იყო ელიტა. მთელი ცხოვრება აკეთებდა ასე ვთქვათ, საქმეს, იყო წარმატებული. რამდენჯერ გაკოტრდა და ისევ ამოვიდა, აღდგა, ესე იგი, გადალახა სირთულეები, უყვარდა და უყვარს ცხოვრება, აქვს მშვენიერი სქესის დაფასების არაჩვეულებრივი შინაგანი სწრაფვა და საბოლოო ჯამში მას ახლა არაფერი დარჩენია თუ არა ცხოვრების ბოლოს გააკეთოს რაიმე კეთილი საქმე და ის ამას ცდილობს, მაგრამ ძალიან ძნელია თვითკმარი ადამიანების გაგება, იმიტომ რომ ის იმდენად დარწმუნებულია თავის თავში, და თავის როგორ თქვენ ბრძანეთ ვაჭრულ, ასე ვთქვათ, მეთოდიკაში, პოლიტიკაში, რომ შეიძლება ისე ჩიხში შევიდეს, რომ ყველაფერი გააფუჭოს. ეს ერთი და მეორე, იცით როგორ არის, რომ ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში ტრამპს შეიძლება რაღაცა კეთილი უნდოდეს, მაგრამ ის კეთილი იყოს მიუღწევად და ამას ჩვენ ხედავთ კონკრეტული ნაბიჯებით, მაგალითად, შტატების და ვენესუელას წეგან ახსენეთ დამოკიდებულება. თუ შეიძლება რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა დავემშვიდობოთ მაყურებელს, ჩვენ მალე დავბრუნდებით, დაგველოდეთ. ჩვენ ეთერში ბრუნდებით, გამაგზავნეთ საუბარს ჩვენ სტუმართან. ვაჟა ბერძესთან ერთად, აი ბატონო ვაჟა, სიკეთე უნდა, მაგრამ არ გამოდისო და არის გამონათქვამი, რომ იქ არის პირდაპირ ციტირება, ასე არის, არ არსებობს კაცი კეთილ საქმეს იქმოდეს და არ წოდავდესო და მეორე რომ კეთილი საქმებით არის მოკირწყლული გზა ჯოჯოხეთისკენ რაღაც მე მგონი ტრამპის ამ დილემის წინაშე არის, არა? თუ არ ვცდები. და ძალიან საინტერესო აი ვენესუელა ახსენეთ თქვენ და მე სულ ფიქრობ შეიძლება ჩვენი მაყურებლის და მსმენელის ნაწილს ეს არ მოეწონოს, მაგრამ არსებობს ლოგიკა, ვინმეს მოწონს თუ არ მოწონს. ტრამპ შეუძლია დაესხას ვენესუელას თავს. ტრამპ შეუძლია დაბომბოს ირანი, და ირანი თუ ბირთვული არახს აკეთებს, ვის ემუქრება? ის ახლოს რუსეთთან არის, ხო? და ჩინეთთანაც უფრო ახლოს არის ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები. დაბომბოს ირანი, მაგრამ რუსეთს არ შეუძლია დაბომბოს უკრაინა. რატომ? აი ეს ლოგიკა საიდან გაჩნდა? თუ სწორი ლოგიკა რომ ტრამპს შეუძლია და რუსეთს არ შეუძლია. არა, რა თქმა უნდა, არც ერთს უნდა შეეძლოს. რა თქმა უნდა, არც ერთს არ შეუძლია, მე აქეთ გემი. მაგრამ არც ერთს რო არ შეეძლოს და არც მეორეს, ამისთვის უნდა ფუნქციონირებდეს საერთაშორისო სამართალი, იმიტომ რომ ცივილიზაციის დღევანდელი დონე ასეთი სამართლის არა მარტო არსებობას განაპირობებს, არამედ მის დაცვას და მისი სულისკვეთების არსის შესაბამისად ურთიერთობების დალაგებას, მაგრამ ეს არ ხდება მოგეხსენებათ და ამის გამო თქვა შეერთებული შტატებიც და რუსეთიც, ბევრი სხვაც თავისუფლებას აძლევს ძალა გამოიყენოს თავისი სიმართლის დასამტკიცებლად. ეს მიუღებელია და დაუშვებელია, მაგრამ რეალურად სადაც უნდა განიხილებოდეს ეს საკითხები
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ხო? ეს ორგანიზაცია ფაქტობრივად უმოქმედოა და რეალურად ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. ისე როგორც ერთა ლიგამ თავის დროზე ეს ფუნქცია ვერ შეასრულა და გაჩაღდა მეორე მსოფლიო ომი, არადა მას თითქოს უნდა შეექმნა პირობები იმისთვის, რომ ახალი ომი არ დაწყებულიყო მსოფლიო ომი, ასე არის ეხლაც არ მუშაობს ეს გაერთიანებული ერები. როგორ იმუშავებს ბატონო ორგანო, რომელმაც უნდა დაიცვას ბალანსი, წონასწორობა, სამართლიანობა, სადაც რამდენიმე სახელმწიფოს აქვს ვეტოს უფლება. რანაირად უნდა დაიცვას? ეს კიდევ სხვა მესმის, მაგრამ ეს ამაში ჩადებული იყო მექანიზმი იმთავითვე, რომ ვიღაცებს აქვს პრივილეგია. გარდა მაგისა, რეალურად ყველა ქვეყანას თანაბარი ნიშნულობა და ძალა არ აქვს საერთაშორისო საკითხების გადაწყვეტისას, ამიტომ თავის დროზე იყო სწორი და გამართლებული უშიშროების საბჭოს შექმნა თავისი მუდმივი და ცვლადი წევრებით, რათა ეს ყოფილიყო. იქ მაინც ყოფილიყო უმრავლესობით მიღწევა ხმის ვეტოს უფლება. ვეტოს უფლება. ერთი სახელმწიფო წყვეტს რაღაცა გლობალურს. აქ საზრისი ისდევს მოგეხსენებათ თქვენს რომ უმრავლესობის ნებით თქვათ რომელიმე დიდი მოთამაშის დასჯა ფაქტობრივად და გადაწყვეტილება დათანხმების მიღწევა, თქვათ შეერთებული შტატების შედეგს არ მოიტანს, იმიტომ რომ იმას იმდენი ბერკეტები აქვს, იმდენი ძალა აქვს, რომ იმ დანარჩენ წევრებსაც დაუპირისპირდა, ისე როგორც რუსეთი. ადრე საბჭოთა კავშირი ასე მოიქცეოდა. ამიტომ ეს გამოსავალი არ არის ჩემი აზრით, გამოსავალი არის გაეროს რეფორმირებაში, რაზეც ხსოვს ჯერ კიდევ საუბრობდით მე რომ ასპირანტი ვიყავი ოდესღაც აი მაშინ მე სხვათა შორის ამაზე თქვა ჩვენ ხო მემატიანეები ვართ ამავე დროს და ასე თქვა შევარდნაზე თქვა ერთხელ როდესაც ის იყო საქართველოს პრეზიდენტი რომ აუცილებელია გაეროს რეფორმირება ну რა თქმა უნდა სხვათა შორის ხო მაგრამ ამას ყურადღება რა თქმა უნდა არავინ მიაქცია საერთაშორისო არენაზე იმიტომ რომ რეგულირებადი სამყარო არავის არ აძლევს ხელს არც დასავლეთს არც რუსეთს დღეს არც ჩინეთს რომელიც ერთადერთი და ბოლო მოჰიკანია რომელსაც იმედი აქვს რომ გაერო რაღაცას იზამს თუ მას რეალური ფუნქციები დაუჭირვავთ ამიტომ ეს ვითარებაა და აქედან გამომდინარე პოლიტიკა რეალურად ისევ არის დიდი ბიჭების თამაშის არენა როგორც მეც მათ შორის ამას ვუწოდებ და აქედან გამომდინარე ეს რეალურად ჩვენ მივიღოთ და ვისწავლოთ ლავირება ამ დიდ სახელმწიფოებს შორის. ოღონდ ეს იქნება ძალიან ძნელი, რადგან ეხლა საოცარი ეხლა ის დიდი სახელმწიფოები როგორც თქვენ ბრძანეთ აი მულტიმილიონერისთვის ეს ჩვენ ხო არაფერს არ წარმოვადგენთ რაღაცა დავდივართ ჯანჯველებით დავღოღავთ აქეთ იქით დავფუსფუსებთ უფრო დიდი ტვირთი გვაქვს აკიდებული ვიდრე ჩვენი წონა ისევე არის აი ამ დიდი ბიჭებისთვის ეს სახელმწიფოები პატარა სახელმწიფოები ისე შეგაქებენ რომ ჩვენ მთელი ენთუზიაზმით და მოწოდებით გადაეშვა ხორცაკებ მანქანაში რომ იბრძვი ნათელი იდეალებისთვის სინამდვილეში მისი ინტერესებისთვის ჩვენი ფუნქცია და დაიხოცა და მე დაგასაფლავებენ ზარზეებით რაღაცა დროშას გადაგაფარებენ შენ წრემლი მოგადგება და მზად იქნები რომ მოდი ხა მე ვიყო შემდეგ იმ გვერდზე საფლავში ჩასაწყო მართლაც ვძანებთ ნინო ჩვენი ფუნქცია მხრივ არის ის რომ ჩვენ ეს ასე თქვათ ვიმსჯელოთ ამაზე, გავაგებინოთ საზოგადოებას რა ვითარება და მე ერთად ვიფიქროთ, როგორ მივაღწიოთ იმას, რომ პატარა საქართველოს შეძლოს არსებობა ამ დიდი ვეშაპების გარემოცვაში. რა არის აქ გამოსავალი? 1918-21 წლებში ვერ იპოვეს გამოსავალი, იმიტომ რომ იქედან ვეშაპი მოდიოდა, ბრუნდებოდა და ვერაფერი დაუპირეს წინ. აი დღესაც თითქოს ამაზე მიდის მსჯელობა ხელის უფლებაც ოპოზიციაც სხვადასხვა კუთხით სხვადასხვანაირად ცდილობენ ამის გაკეთებას და მაგრამ შედეგად მივდივართ ახალ პარადოქსამდე მაგალითად ასეთი პარადოქსი არის
ნეიტრალიტეტი საქართველოს. აქ ეს მე ძალიან მაღელვებს ეს თემა. აი ახლა მოვისმინე ახლა ხანს, ნუ პარტია შეიქმნა მოგეხსენებათ ნეიტრალური საქართველო და აქ პირველი ლიდერი ხუთეული, რომელმაც ეს განცხადება გააკეთა, ხუთივე მათგანს ვიცნობ, ზოგს პირადად, ზოგს უნივერსიტეტიდან, ზოგს სოციალური ქსელებიდან და ხუთივეს დიდ პატივს ვსწრებ. ესენი უნარიანი, გონიერი ადამიანები არიან, მაგრამ თავგამოდებული ამტკიცებენ ისინიც და სხვაებიც ამ ქვეყანაში, რომ ნეიტრალიტეტი არის არსებული ვითარებიდან გამოსავალი, თუ ჩვენ ნეიტრალიტეტს გამოვაცხადებთ, ეს იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი თავისუფალი განვითარება, ჩვენი დემოკრატია, ჩვენი კეთილდღეობა. არ არის ბატონებო ასე. ნეიტრალურად მოიტანს ბირთვული მას ასე ვთქვათ. კი ბატონო, მაშინ დავსხდეთ და ვიმსჯელოთ. და აბა თქვენ გინახიათ მსჯელობა ან თავისუფალად გამოთქმა პროპაგანდისტულ არხებზე, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის. არა. და გეუბნებით 1921 წლის 21 თებერვალს რომ კონსტიტუცია მიიღო დამფუძნებელმა კრებამ. სადაც ჩაიწერა, რომ ჩვენი ქვეყანა არის ნეიტრალური და ნეიტრალიტეტი გამოვაცხადეთ კონსტიტუციურად და ამ კონსტიტუციამ მხოლოდ 4 დღე იარსება, რადგან მე-11 არმია შემოიჭრა ქვეყანაში და მოხდა გასაბჭოება, ანუ ანექსია ამ ქვეყნის. ეხლა რომ გამოვაცხადებთ თქვათ აპირებენ ხო რომ საკონსტიტუციო ცვლილება შეიტანონ კონსტიტუციაში და იქ სადაც წერია რომ ჩვენ ევროატლანტიკური ასე ვთქვათ კურსის ერთგულები ვართ ის ამოიღონ იქედან და ჩაწერონ რომ ჩვენ ვართ ნეიტრალურები ამ ცვლილებიდან ჩვენ რამდენი ხანი ვიარსებებთ და ვიქნებით დამოუკიდებლები. მე ამ შემთხვევაში ამას რიტორიკულ კითხვად ვსვამ, იმიტომ რომ ეს გამოსავალი არ არის. ჩვენი გაწევა დასავლეთისკენ, ხო, ეს საერთაშორისო ასპექტი თუ დაგვაინტერესებს. ჩვენი გაწევა დასავლეთისკენ მარტო ის კი არ იყო, რომ ჩვენ დასავლური სოციალური კეთილდღეობა მოგწონდა, იქაური მენტალიტეტი. ხო, ჩვენ ვიკეთებდით რაღაცა დაზღვევის მექანიზმს რუსეთისგან, რომელიც ვერასდროს ვერ შეეგუება თავისი დაკარგული ტერიტორიების საბოლოოდ ხელისაღებას ამ დაკარგულ ტერიტორიებზე საბჭოთა კავშირის დროს რო არსებობდა მინიმუმ იმ საზღვრებში და სოფლიო სოციალისტურ სისტემას რო აკონტროლებდა კიდე ან დედამიწის 1/6-ს იმ და გამოსჭვივის ეგ ხო პუტინის ასე ვთქვათ მოქმედებებში და აზრებში და ვინც არ უნდა მოვიდეს პუტინის შემდეგ ახლა სოციალურ ქსელებში პატრუშევის ვაჟზე ვრცელდება მოსაზრება რომ თითქოს იმას აპირებენ პუტინის მემკვიდრე დრო გაიყვანონ იმიტომ რომ პატრუშევი დიდ მხარდამჭერი იყო თვითონ პუტინის როცა ხელისუფლებაში მოდიოდა თუ ეს ასე მოხდა ჩვენ ვაღიარებთ რომ იქ არ მოგვეწონა იმიტომ რომ ჩვეულებრივი დიქტატივი გრძენით ევროკავშირის მხრიდან თავზე მოხვევა მიუღებელი მთელი რიგი ამბების შესაბამისად ჩვენ აქედან გამომდინარე უნდა ნეიტრალიტეტი გამოვაცხადოთ და რუსეთს დავექვემდებაროთ არსებითად. იმიტომ რომ ეხლა რომ აი პრემიერი დღეს ამაყობდა რომ 7%-იანი ზრდა გვაქვს ამ თვეში და ჩვენი ეკონომიკური აღმავლობა კიდევ უფრო წინ წავალთ და შემდეგ და არავინ ამბობს, მათ შორის არც პროფესიონალი ეკონომისტები ჩვენი ასე ვთქვათ მოწინავე ხალხი ამ მიმართულებით რომ ეს ეკონომიკური ზრდა რომელიც საუკეთესოა ევროპაში შეიძლება ითქვას ერთ-ერთი რის საფუძველზე მიიღწევა რა თქმა უნდა რუსეთთან ურთიერთობების ინტენსიფიკაციის ხარჯზე და როცა შენი მრეწველობა და ეკონომიკა და ბიზნესი ისე მიმული იქნება რუსეთზე ეს იქნება ისეთი ინსტრუმენტი რომელიც ყოველთვის გაიძულებს იყო მარიონეტი და ამის თაობაზე რას გვეტყვით ბატონებო რო ერთხელ გვესროლეთ მოსაზრება რომ ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ეგრეთ წოდებულს აი იუჟნაია ოსეტიას ვეძახი ხო რაც არის რომ დავიბრუნებთ ამას მე გეუბნებით მარტივად რომ პუტინმა რომც მოინდომოს ჩვენი კეთილგანწყობის სანაცვლოდ ამ ტერიტორიების დაბრუნება ჩვენი ფედერალიზაციის თუნდაც გზით პუტინი ამას ვერ შეძლებს
იმიტომ რომ იქ მას აქვს ისეთი ნაღმები ჩადებული, როგორც ჩრდილოეთი კავკასია, როგორც არის თათრეთი, როგორც არის ბევრი სხვა მომენტი, როგორც არის აღმოსავლეთი და იქ ახლა იძულება რომ ჩინეთს გაუხსნას გარკვეულწილად საზღვრები, ეს სერიოზული ამოცანები და პრინციპებია. ამაზე საუბარია საჭირო. ეს კატასტროფით ემუქრება ჩვენს ქვეყანას და ნეიტრალიტეტის ასე უპრაგონოდ გამოცხადება ამ ძალიან საინტერესო ადამიანების მხრიდან ინტელექტუალები შეიძლება ითქვას ყველა მათგანი არის ასეთი. არ არის სწორი პოლიტიკა სხვა რამეა. პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნება, პოლიტიკა რაც რეალურია, იმას გაკეთებინებს ჩვენ და არა გარკვეული ირეალური რაღაცა ფანტასმაგორიების საფუძველზე ვერ იმოძრავებ. მეორეს მხრივ, ეხლა რა იქნა ნინო ქართული დემოკრატიის განვითარების ლოგიკური ეტაპები არა ჩვენს თვალწინ ხდება. ქართული დემოკრატია კიდევ არსებობს თუ აღარ? მე მგონი არსებობს მაინც და მიუხედავად ამისა ამას დასაბუთება ჭირდება. არა, მანამდე ალბათ არის კითხვა, ეს ქვეკითხვა ქართული დემოკრატია, ზოგადად დემოკრატია თუ არსებობს. ხო, და შემდეგ უკვე ქვეკითხვა ქართული. აი ძალიან კარგი მინიშნება აქ და მე ამაზე მაქვს მხოლოდ ერთი და უმარტივესი პასუხი. დემოკრატია აი მეზობლობს და ერთი ნაბიჯია დემოკრატიიდან განუკითხავ ოხლოკრატია კიდევ უფრო უარესი, ანუ ბრბოს მმართველობა. როდეს ამ საკითხებზე ბევრს უმჯელია, ეხლა სოლონი და პერიკლე არ გავიხსენოთ, მაგალითად ისეთი ამხრივ მოგზალებული ადამიანი, როგორიც იყო თუკიდიდე, მე-5 საუკუნის ავტორი, რომელმაც პელოპონესის ომების შესახებ დაწერა შესანიშნავი ნაშრომი და იქ მსჯელობს ამის შესახებ. და რას ამბობს, რომ ეს არის ბრძოლა დემოკრატიასა და ოლიგარქიას შორის. ოლიგარქია ათენია და მისი მომხრეები, მის გარშემო შემოკრებილი, აქეთ სპარტა და მისი მოკავშირეები ოლიგარქია და თუ გავიხსენებთ შედეგებს ამ ომის, ოლიგარქიამ გაიმარჯვა იქ. და თუმცა იქ ძალიან საინტერესო დემოკრატია იყო. თქვენი მინიშნების საპასუხოდ კიდევ ვიტყვი, რომ თვითონ თუკიდიდე, რომელიც არ არის ასე ვთქვათ თეორეტიკოს ფილოსოფოს და შემდეგ ის მემატიანეა და ამ მატიანეს რომ აღწერს ამ დიდ ისტორიას, ამ დიდი ძველი ბერძნული ცივილიზაციის, ამბობს რომ გამოსავალი რაშია ფხიზლად ვიყოთ დემოკრატიის პირობებში ცხოვრებისას და ის შევაჯეროთ ოლიგარქიასთან, მხოლოდ ამით გადავრჩებით. ჩვენ რაღაც სადღაც მაკეთკენ ვიდივართ. ამიტომაც მოვიყვანე ეს მაგალითი, მაგრამ შეჯერებას ცოტა ცდება, მე ვფიქრობ, ის, რასაც ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მართველი არაფორმალური ლიდერი ბატონი ბიძინა ივანიშვილი აკეთებს და ამიტომ მან უნდა დაარღვიოს თავისი დუმილი აღთქმა და საზოგადოებასთან ამ საკითხზე დისკუსიაში უნდა ჩაებას, იმიტომ რომ მართალია ჩვენი პრემიერი უგანათლებულესი შესანიშნავი პიროვნება ლოგიკურად აზროვნებს ყოველ მხრივ ასე ვთქვათ თანმიმდევრულია კორუფციას არ ეკარება ეს მართალია მეც ვიცი რომ ძალიან პატიოსანი კი პატიოსანი ადამიანია ესეთ ოჯახში აზრდილი კი ბატონო მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმისთვის რომ ასეთ საკითხებზე ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მიიღოს ან ბიძინა ივანიშვილის შეხედულებები გააჟღეროს და გაახმოვანოს აქ საჭიროა ხალხის დაბრუნება პოლიტიკაში მსჯელობა დისკუსია რასაც ვერ ვხედავთ იმედზე, რუსთავიორზე, ფორმულაზე, TV პირველზე, რითაც ისინი თვითონ მიაქანებენ ამ ქვეყანას ავტორიტარიზმის და შეიძლება ღმერთმა დაგვიფაროს და დიქტატურის და ტოტალიტარიზმისკენ. დიახ. და ბატონო ვაჟა კიდევ აქ ჩემი მეც არის მნიშვნელოვანი აი ჩვენ თქვით 21 წლის კონსტიტუცია ახსენეთ თქვენ და შემდეგ საქართველოს ოკუპაცია წითელი არმიის მიერ ჩვენ არც ის პერიოდი არ გვაქვს შესწავლილი რატომ დაიდო წითელ რუსეთთან მან ხო აღიარა საზღვრების მონიშნაც კი მოხდა და ჩანიშნული იყო საქართველოს დამოუკიდებლობა ერთა ლიგა რა გააკეთა ანუ ჩვენ არ ვიცით იგივე სქემა მეორდება ახლა სქემა იმ თვალსაზრისით რომ ის ინტერესები რაც მაშინ იყო არსად არ გამქრალა ხო სხვა სახელები ჰქვია ახლა
ამ იმ ორგანიზაციებსა და სახელმწიფოებს, რომლებიც ისე არიან ამ სცენაზე, ინტერესები არის იგივე. ჩვენ ეს არაფერი არ გაგვიანალიზებია. რა როლი შეასრულა ერთა ლიგამ, რა როლი წითელმა რუსეთმა, რა როლი თქვათ თურქეთმა, რა ხდებოდა მაშინ ირანში და შესაბამისად ჩვენ იქ რა შეცდომები დაუშვით. ისიც კი არ ვიცით რა და როგორ მოხდა თავიდან ბოლომდე სრულად და აქედან გამომდინარე გასაგებია რომ დასკვნებსაც სარს გავაკეთებ და ჩვენ დაგჭა 1 წუთი და მინდა ეს ბოლო კითხვა დაგისვათ არის ეს მოსაზრება რომ აი ეს ბირთულ იარაღს დაუბრუნდები ძალიან ათამაშებენ ბირთულ კუნთებს ეს დიდი ბიჭები რომ ვინც ერთხელ ისროლა და გაბედა მეორეთაც ის არის მსროლელი ანუ პირველი სროლის უფლება ამერიკის შეერთებული შტატების არისო თქვენ როგორ ფიქრობთ პირველი სროლის ის ვინც გადაწყვეტს რომ დროა ისროლოს პუტინის ზადარი შინაგანა დრო ისროლოს და ტრამპიც ისინი არ დაახანებენ თუ დადგა დრო როდესაც მათ ჩათვალეს მიზანშეწონილად ატომური იარაღის გამოყენება ისინი მსროლელები არიან. სხვა დანარჩენი უაზრომიეთ მოეც არის მიცემული, აი ჩინეთი ყალიბდება ისეთ მესამე ქვეყნად, რომელიც ასევე ისვრის მალე. და რას თავარია კიდე, სხვა აღარაფერი არ დარჩენია ამ თავარ მოთამაშეებს. ამერიკელები ბრძოლის ველზე არიომებენ მასობრივად. თავდაცვით ომებში არ ჩაერთვებიან. შეიძლება მათ კარგად გაწორთნილი დივიზია ჰყავდეთ რამდენიმე და შეიარაღება უწყინვალესი, მაგრამ ამერიკელები და ევროპელები იმდენად ტკბებიან თავიანთი უფრო მაღალი კეთილით უცებ სიკვდილი ურჩევნიათ ბირთული დარტყმებით. არ არის წამსვლელი ბრძოლის ველზე. მაშინ როდესაც რუსი ბრძოლის ველზე წამსვლელია. ამ ეტაპამდე გარკვეული თანხის გადახდის მერე, იმიტომ რომ კონტრაქტები აქვს ყველა რუსი ცივ უკრაინაში, მაგრამ ისინი მასობრივი მობილიზაციის შემდეგაც წავლენ და აი ამას ევროპელები ვერ გააკეთებენ. ამიტომ ეს ომი ატომური დარტყმების გაცვლით დამთავრდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საარსებო კითხვაა. აქედან გამომდინარე, უნდა დადგეს ისეთი დრო როდესაც ხალხის კონტროლს დაექვემდებარება ის იქნება თუ არა ატომური აპოკალიფსი ან კიდე უფრო უარესი რამ სხვა შემთხვევაში ჩვენ განწირულები ვართ და ვერაფერი ამ ქვეყანას ვერ გადაარჩენს არ ვიცი შეიძლება ვინმე შემომეკამათოს და მეც მაწუხებს ეს კითხვა ხომ არ არის ეს პერიოდი ეს რიტუალი ეს პროცესი იმის მანიშნებელი რომ თვითგანადგურების უფრო მაღალი დონეა დღეს ადამიანში ვიდრე იყო საუკუნეების წინ ან თუნდაც წინა საუკუნეში ხომ არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ სახიფუფსკრულს უახლოვდებით ხელოვნური ინტელექტის ზეობის ხანა ხომ არ ნიშნავს იმას რომ ადამიანმა როგორც ბიოლოგიურმა სახეობამ ამოწურა თავის თავი და მე ეს კითხვები ძალიან მაშინებს როგორც ერთ მოქალაქეს და ადამიანს აი კეთილი ბანაჟე ძალიან დიდი მადლობა თუმცა არის ასეთი მოსაზრება მე ვეთანხმები მეფეთა გული კი ღმერთის ხელშიაო ასე რომ თქვათ მხოლოდ აქ ძალაუფლების და სიბძვის მქონე ადამიანები არ წყვეტენ იმედი ვიქონიოთ რომ ყოველ შემთხვევაში აი თქვენ ბრძანეთ რომ ყველაფერი რაც ხდება ის არის გონიურული და სწორი ну ესე იქნება სწორი იქნება ისე იქნება სწორი იქნება ძალიან დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა მაყურებელსა და მსმენელს მე გემშვიდობებით მომავალ